შენ თუ ეს გაშლა შექმნა ფორიოზე, ნიშნავს, რომ შენ უნდა მიიღო სამყაროსგან მესიჯი. და ზოდიაქოს 12-ვე ნიშანისთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს? ცოტა სხვანაირი რაკურსით გავშალოთ ახლა ეს გაშლა. დავიწყებ, რა თქმა უნდა, ვეძებით. ჩვენი უპირველესი ქრონოლოგიური ნიშანით. ვერძებო, სამყაროს მესიჯი რა არის თქვენთვის? იცით როგორ რაღაც არის, რომ კონცენტრირდით ურთიერთობაზე, ფინანსურ ნაკადზე რომ რაღაცა ბევრი დანაკარგი გაქვთ, საკუთარი შინაგანი ბავშვი გამოაღვიძოთ და ამ სტრესებისგან გამოდით. რადგან ის რაშიც ხართ და რადგან ის, რასაც თქვენ თვითონ აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქოს არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ იყოთ კარგად. ამიტომ ეს ყველაფერი გამოასწორეთ უკეთესობისკენ ცვლილებებისთვის და სამყაროს მესიჯი იცით როგორ რაღაც არის, რომ ნუ ფლანგავ ამ დროს და ემოციას და ფინანსებს იმაში, რაც თითქოს გაკარგვინებ შენ შინაგან რესურს, რომელიც შემდეგ უკვე ვეღარ გასდევს იმ უნარს, რომ რაღაცები სწორად მართ. კუროებისთვის. კუროებო, თქვენი სამყაროს მესიჯი რა იქნება თქვენთვის, აბა? იმოგზაურეთ, ბევრი იმოგზაურეთ, ნუ დაიღლებით საქმეზე ორიენტირებით, ნუ შეგაშნებთ ის ფაქტორი, რომ ბევრ საქმეს აკეთებთ და თითქოს მინიმალური გაქვთ ამ წამს რაღაცა უკავშირი, რადგან ყველაფერი პატარ-პატარა აგურით იწყება და დიდი შენობებიც პატარ-პატარა აგურით იგება და გახსოვდეთ, რომ სამყაროს მესიჯი არის თქვენთვის, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიაღწევთ იმას, რაც ძალიან დიდ სასახლემდე აგიყვანთ, მაგრამ ნუ დაგეზარებათ ამ მონაკვეთში, უბრალოდ ამ ყველაფრის წინსვლისკენ კონცენტრირება და ორიენტირება. მოდი ვნახოთ ახლა კუროების შემდეგ ტყუპებისთვის როგორი პერიოდი, არა, სამყაროს მესიჯი რა იქნება. ტყუპებო, თქვენ თითქოს თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას პოულობთ და თითქოს თქვენი თავის საუკეთესო ვერსიიდან გამომდინარე სტრესებიდან გამოდიხართ, რაშიც იყავით და რის გამოც ძალიან დიდ დეპრესიულ ფონს გადიოდით. თქვენი მენტალური ფონი და ჯანმრთელობა არ არის ფლად ჯანსაღი ამ ეტაპისთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი საკუთარი თავის ჩაღრმავებით იწყება და თქვენგან სამყაროს მესიჯი ზუსტად ის არის, რომ უბრალოდ გათავისუფლდით გარემო კონცეფციებისგან მოწებებული სურვილებით, იყავით ის ვინც ხართ და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე, კონცენტრირდით საქმეზე და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე. კირჩხიბებო. კირჩხიბებო, თქვენთვის სამყაროს მესიჯი იქნება ის, რომ უბრალოდ ძალიან დიდ ემოციოვნად ჩადოთ საქმეში, რომელსაც აკეთებთ. თითქოს ყველაფერი ზედმეტად ემოციური ფონებიდან გამომდინარე არ გამოგდიოდოთ. ემოცია ჩადეთ საქმეში, მაგრამ აკონტროლეთ თქვენი ემოცია და გონება. დააბალანსეთ ემოციისა და გონების მატერიალი, შინაგანი ემოციური ფონი და ეცადეთ, რომ ამ ყველაფერს სწორი გასახანი და მიმართულება მისცეთ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენ თავზე, აიღეთ ემოციური ფონების დასტაბილურების უნარი თქვენ თავზე და უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ანუ თქვენთვის კირჩხიბება სამყაროს მესიჯი რა არის, რომ იბრძოლოთ იქ, სადაც საბრძოლველია, მაგრამ ნუ დაგავიწყებთ საკუთარი თავი და ნუ დაკარგავთ ამ ბრძოლაში საკუთარ თავს. ლომებო, ჩემო დიდგვაროვნებო, ჩემო დიდსულოვნებო, ჩემო სიკეთით აღსავსენო. ნახოთ რა არის სამყაროს მესიჯი თქვენთვის. სამყაროს მესიჯი თქვენთვის რა არის, იცით? რომ ამ ეტაპზე გაქვს ძალიან ესეთი კარგი პერიოდის დაწყების პოტენციალი და უბრალოდ მესიჯი იქნება, რომ აი ამ შენს ინტუიციას მიყევი, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ინტუიცია გაქვს, რომ ხო, სწორ გზაზე დგახარ, სწორ მდგომარეობაში დგახარ, სწორ ამბავში ხარ და ხო, აი ამას მიხედე როგორც ხარ. ამ გზას მიყევი, ამ გზით იარე და ამ გზით გადაბობხდი იმ წარმატებაზე, სადაც უნდა გადახვიდე. ძალიან დიდი წარმატება გელოდება და უბრალოდ ამ წარმატებამდე რომ ფეხი არ წამოიკრა ხშირად, გახსოვდეს, რომ ნუ დაკარგავ საკუთარ ძვირფას შინაგან ენერგიას არაჯანსაღ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს იქნება სამყაროს მესიჯი შენთვის. ჩემო ძვირფასო ქალწულებო, გადმოვედი თქვენზე, თქვენ რა მესიჯი გაქვთ სამყაროსგან, აბა? დატოვეთ ყველაფერი წარსულში, რაც ძველია და დრომორჭმულია. გადააგდეთ ყველა ნივთი, რომელიც გატეხილიან არ გივარკათ. რატომღაც სამყაროში არსებული ყველა ნივთის შენახვა თქვენი პრივილეგია გონიათ. გამოათავისუფლეთ ადგილი იმისთვის, რომ ახალმა დაიკავოს და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჯამჭვურჭელზე განკუთვნილი. სამყაროს მესიჯი თქვენთვის არის ის, რომ გამოამზეურეთ თქვენი მშვიდი და ნეტარი ბუნება იმისკენ, რომ დატკბეთ საკუთარი თავის შესაძლებლობებით. და ნუ გააკრიტიკებთ თქვენ თავს იმაში, რომ რაღაცები არ გამოგდით. არა უშავს თუ რაღაცები არ გამოგდით.
ნორმალურია რომ რაღაცები არ გამოვდეთ. ამიტომ მეცადეთ რომ ყველაფერში სწორი კომუნიკაცია იპოვოთ, სწორი პროვოცირებით საკუთარ თავთან. სასწორებო ჩემო ძალიან მაგრებო და ძვირფასებო. ნახოთ რას არის სამყაროს მესიჯი თქვენთვის. სამყაროს მესიჯი თქვენთვის არის რომ ფინანსები აკონტროლეთ სწორად, თითქოს ფლანგავთ, თითქოს არ ხარჯავთ სწორად ფინანსურ ნაკადს, თითქოს რა შემოგდით ვალებში, გაგდით და რატომ. იმიტომ რომ არიცით ამ ყველაფრის სწორად პროვოცირება. და რა არის იმისთვის რომ სწორად აპროვოციროთ ფინანსები, ის რომ თქვენს ბიუჯეტს სწორი განკარგვის უფლება მისცეთ. სამყაროსგან ეს მესიჯი გაქვთ თქვენ რომ ამ წამს ამ კონკრეტულ მომენტში განკარგეთ თქვენი ფინანსური ნაკადი სწორად, რათა შემოვიდეს ის, რაც გინდათ. და რა შემოვიდეს ის პასუხისმგებლობები, რაც თქვენ გსურთ რომ შემოვიდეს თქვენს ენერგიებში. ჩემო თუხა და ძვირფასო მორიელებო. მეც მორიელი ვარ, მოგეხსენებათ. ძალიან მიყვარს ჩემი მორიელები, ჩემი ძვირფასი მიზან დასახული და ძალიან მაგარი ხალხი. ხოდამ ნახოთ ჩვენთვის რა არის სამყაროს მესიჯი. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის შემდეგ რომ საკუთარ თავს სტრესში აყენებთ მორიელებო, აი ეგ სტრესი გამოასწორეთ, რომ გზაზე სადაც დგახართ და რა გზასაც უყურებთ, წინ იყუროთ და ნუ იყურებით უკან თქვენს რაღაც ტკივილში, სადაც და რაც გამოიარეთ. დატოვეთ წარსულში ის ნეგატიური ასპექტები, რაც გამოიარეთ სირთულით. ახლა მხოლოდ წარმატებით და გამარჯვებით რა. სამყაროს მესიჯი თქვენთვის არის ის, რომ იყურეთ წინ, იყავით თქვენი თავის იმედად და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ავსებად გამოგივათ, რადგან თქვენს ხელთ არის იღბალი და შესაძლებლობა იმის, რომ ყველაფერი უკაცრებისკენ წარმართოთ. მოდი გადავიდეთ შვილდოსნებზე. შვილდოსნება. თქვენ მესიჯი სამყაროსგან არის ის, რომ თქვენი თავისუფლებით, თქვენი შინაგანი თავისუფლების წყურვილით, თქვენი შინაგანი გამოფხიზლებით და მუდმივ იმარაგით იმის, რომ ძალიან დიდი თავისუფლებისკენ წყურვილი და სურვილი გაქვთ. ეს მოგიტანთ იმ წარმატების სხვასა თუ კორიანტელს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს ხელთ არის თქვენი წარმატება და ამ წარმატებაში საკუთარ თავს ნუ დაკარგავთ. საკუთარ შეგრძნებებს დააკვირდით. ეს არის უმნიშვნელოვანესი თქვენ შემთხვევაში. თხის რქებო. ნახოთ აბა შემოძვირფასო თხის რქებო. ხო, აი ძალიან ბევრს ხოლ თქვენ თავს და თქვენი მესიჯი სამყაროსგან არის, რომ გულის ტკივილიდან გამოდით, გონებით შეხედეთ საკითხებს, როგორც ხართ. მაგრამ ხანდახან დატკბით, მოვლენებით, ანუ რაღაცა გააკეთე, რაც წარმატებას მოგიტანდა, მაგრამ შენ არ ტკბები. შენ დგები და შემდეგ საქმეს უძღვები. არა. დაამთავრე ერთი საქმე, იყავი მადლიერი დატკბმოცემულობით, შემდეგი მერე დაიწყე. ეს არის სამყაროს მესიჯი შენთვის. შემდეგი გახლავთ ჩვენი ძვირფასი მერწყულები, ჩვენი თავისუფლების მოყარე მერწყულებისთვის. სამყაროს მესიჯი არის ის, რომ თქვენ თავის ძალა და ენერგია ხართ. თქვენ იპოვეთ ძალიან დიდ ძალას და ენერგიას, რომ იყოთ იქ, სადაც ხართ. იყოთ სასიყვარულო ურთიერთობაში გამართულნი და იყოთ ძალიან ბედნიერები თქვენ საქმეში. მაგრამ მერწყულებო თქვენთვის ერთ-ერთი ჩავააქვს სამყაროს. ის რომ ნუ შეგეშლებათ რისებიდან გადახვევა და თქვენი დრო, თქვენი რესურსი მხოლოდ ძვირფას ადამიანს დაუთმეთ. ნუ დაკარგავთ დროს მრავალ ადამიანთან კომუნიკაციით იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაცები დააკომპენსიროთ თქვენს კომპლექსებში, ორიენტირდით კონკრეტულად ერთ ადამიანზე და სამყარო გაცილებით მეტად უფრო საინტერესოს გახდეს თქვენ ცხოვრებას. თევზებო, თქვენთვის სიყვარული ამოდის წინა პლანზე. თქვენი მესიჯი სამყაროსგან არის, რომ სიყვარულის გამო ნუ დაიტრაუმირებთ თავს, ნუ იქნებით ტკივილში და უბრალოდ შეხედეთ ტკივილს თვალებში, შეხედეთ ტრავმას თვალებში, შეხედეთ პრობლემას თვალებში და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგი თქვენი თავიდან იწყება. ნუ ხართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას იფიქრებს სხვები. თქვენთვის მესიჯი არის ის, რომ სხვების ფიქრს თავი დაანებეთ, რას იფიქრებენ შენზე და უბრალოდ შენს გულის თქმას მიხარებთ. მადლობა ყურებებისთვის. ბედნიერ